გამარჯობა, თქვენი აზრით ქვეყანაში აქციები რა შედეგით შეიძლება დასრულდეს? ჯერ გამარჯობათ, მოგესალმებით. ერთ რაღაცას გეტყვით. მე ვარ 87 წლის დღე ჩემი დაბადების დღეა და შემთხვევით რა მისალოცია და ერთ შენიშვნას მოგცემთ. რატომ ხარ ასეთი ლამაზი? პირველად ინტერვიუს ვაძლევ, მაგრამ რა გიპასუხოთ? გაიმეორე შეკითხვა. თქვენი აზრით ქვეყანაში აქციები რა შედეგით შეიძლება რომ დასრულდეს? გააჩნიეთ რა აქციებია. საპროტესტო აქციები, რომელიც მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს. პროტესტი რის წინააღმდეგ? მთავრობის წინააღმდეგ ახალ არჩევნებს რომ მოითხოვენ ადამიანები. რაც შემდეგ. ურთულესი საკითხია. მაგს თუ არა მორალური უფლება გიპასუხოთ, მაგრამ გიპასუხებ მრავალ წერტილით. და ეხლა გზაში, ჩემ დაბადების დღეს, დამებადა ლექსი, რომელიც თქვენ გიძღვნით. მაყურებელს ალბათ ფიქრებს, რომ ვინა შერეკილი. არა ვარ შერეკილი. დნება სანთელი, დნება ფიფქი, ცრემლივით არ დნება არ ქრება. შრობაზე, ქრისტეზე, სირთულეებზე ფიქრი. და მეორე, ნათლის ღება, სიხარულით გულით კბება, გლოვა სევდა, ქრება დნება, ასეთი უფლის ნება, რომ ამ დედამიწაზე იყოს გარკვეული სირთულეები, რომელსაც ჩვენ მოვსპობთ, იმ შემთხვევაში თუ გვექნება რწმენა. ანუ აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ვერ გაგვცემთ. მე გითხარით ზოგადად ქვეტექსტები, ვინც ჭკვიანია გამიგებს მე. თქვენი სახელი? ლიზა. სასია